საღამომშვიდობის. მოგესალმებით და გადავიდეთ თქვენ კითხვებზე და ჩემ პასუხებზე. პირველი კითხვა იქნება, რას ფიქრობთ ირაკლი კობახიძის დებატების ინიციატივაზე? მე მგონი უკვე გავეცი პასუხი ამაზე, რადგანაც დებატები არის აუცილებელი ნორმალური დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი აუცილებელი ფორმა არის საზოგადოებასთან დიალოგი, დებატი იმისთვის, რომ არ იყოს ერთი ადამიანი თუ ერთი პარტია, რომელიც იღებს ყველა გადაწყვეტილებებს ყველას მიუხედავად. ამიტომ არსებითად ნამდვილად აუცილებელი არის. მაგრამ არის ძალიან დიდი მაგრამ დებატებზე ლაპარაკი და დიალოგზე ლაპარაკი იმ დროს, როცა მაგალითად ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა ბრჭყალებში, როგორც არის განათლების რეფორმა, როცა მიღებული არის ისე, რომ არავინ არ იყო საქმის კურსში, არავისი აზრი, არც სტუდენტების, არც პროფესორების, არც თუნდაც რექტორების აზრი არ მოისმინა არავინ და სადღაც დახურულ სივრცეში ვიღაცებმა თურმე იმჟელეს უკვე რამოდენიმე თვე არის, მაგრამ ეს ძალიან საიდუმლო ყოფილა ეს მსჯელობა. მერე ლაპარაკი იმაზე, რომ დიალოგი გვინდა, არათუ სასაცილო, ძალიან სერიოზულად დამაფიქრებელი არის. ასევე ყველა საკითხზე პრაქტიკულად, ყველა ეს კანონი, რაც დღითი დღე მიღებული არის ქართული ოცნების მიერ, ქართული ოცნების პარლამენტის მიერ, სადაც ასევე არანაირი მსჯელობა არ არის, არანაირი დიალოგი, თუნდაც იმ ერთ პარტიის წევრების შორის, რომ ვიღაცამ გამოთქვას აზრი, რომ რაღაცას შეიძლება ნაკლებად ეთანხმება, წინააღმდეგობაზე არ ვლაპარაკობ. ამ ტიპის დიალოგიც არსად არ გვინახავს უკვე რამდენი თვე და წელი არის, რაც დაიწყო ეს მუდმივი სვლა რაღაცა უფრო და უფრო რეპრესიული კანონების გზაზე. ამიტომ ყველა გამოცხადება დიალოგის დებატების არაფერს არ ნიშნავს. თუ ამის უკან არ დგას ნამდვილი სულისკვეთება, რომ მე მინდა ჩემ საზოგადოებასთან მქონდეს სწორედ ეს რეალური შინაარსობრივი დიალოგი და გავიგო, რას ფიქრობს, რა უნდა, რაზე წუხს საზოგადოება. და ეს არ ჩანს. იმისთვის, რომ რეალური დებატები დაიწყოს, უნდა იყოს რაღაც ნაბიჯები, რომელიც დაგვანახავს, რომ ეს რეჟიმი უფრო ღიად უყურებს რაღაცა მზად არის რაღაცისთვის. მაგალითად, სინდისის პატიმრების გამოშვება, რომელიც იქნებოდა ის ჟესტი, რომელიც შეიძლება გაფიქრებინებს, რომ მართლა ღირს რაღაც ურთიერთობაში შესვლა. არაფერი ასეთი არ ყოფილა. მეორე მომენტი არის, რომ ეს დებატები რო იყოს ღირსეული, უნდა იყოს გაგრძელება იმისი, რაც დაიწყო თავის დროზე საზმაოსთან, ისიც ძალის ხვევის ქვეშ იყო ეს პროტესტის მოძრაობა, როცა მივიდა საზმაოსთან და მოითხოვა და რაღაცნაირად მიიღო ის, რომ ოდნავ დათმობა ნახეთ ამ კუთხით, მაგრამ ეს არ გაგრძელებულა. საზმაოსის მოვალეობა არის, მის სტატუსში წერია, რომ უნდა იყოს ღია საზოგადოებისთვის და იქ უნდა იხილებოდეს ღიად და ყველასი მონაწილეობით ის საკითხები, რომელზედაც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ეს არის დანიშნულება საზმაოსის და ამიტომ არის, რომ ასეთი ბიუჯეტი აქვს საზმაოს, ამდენი ფული იხარჯება იმისთვის კი არა, რომ თავისთან ჩაკეტილი სივრცე იყოს, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის, თუნდაც ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრობენ რეგიონებში, ან ვინც ცხოვრობს გარეთ ჩვენ დიასპორისთვის, თუმცა მე არაერთხელ წინა პერიოდში, როცა მივმართე საზმაოს, რომ დიასპორისთვის სპეციალური პროგრამები დაწყებული იყო, მივიღე მშრალი უარი. ამიტომ ეს არის მისი დანიშნულება. არ შეიძლება, რომ ეს დებატები დაიწყოს პრემიერის მითითებით საპროპაგანდისტულ არხებზე. იმ არხებზე, რომლებიც ვიცით, რომ დღე და ღამე მუშაობენ მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მითითებით და ერთი პარტიის პროგრამის შესასრულებლად. ამიტომ საზმაოსი
რეალური გახსნილი საზმაუსი, რომელიც შეადგენს რაღაცა თემების ნუსხას, რომელზედაც არის საზოგადოებრივი ინტერესი და მერე შეიძლება გამოცხადეს სხვადასხვა საზოგადოების წრეებიდან მზადყოფნა იმისთვის, რომ ამ დებატებში მიიღონ მონაწილეობა. ეს არ შეიძლება, რომ დაიწყოს როგორც ერთი პარტიის და ვიღაც ფსევდო-ოპოზიციონერების დებატები. მეორე მომენტი არის, რომ დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები და ამ ფარგლებში თუ დაინიშნება დებატები, როგორც წესი და რიგი არის, იმ დებატებში ცხადია ყველა ის პარტიები, რომლებიც შევლენ ამ საპარლამენტო არჩევნების მზადებაში, არათუ მზად იქნებიან, არამედ აუცილებელი არის, რომ მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ იმ წესებით, რაც ახასიათებს საარჩევნო დებატებს. და კიდევ ერთხელ ეს არ არის პრემიერის გადასაწყვეტი და პრემიერის მითითებით არ ინიშნება ასეთი დებატები. რაში სჭირდება რეჟიმს სწორედ ამ ეტაპზე ეს დებატები, როცა არც ოპოზიციას ელაპარაკება და არც საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოებას აღიქვამს ქვეყნის განვითარებაში საკუთარ პარტნიორად. ხო, ანუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ განათლების რეფორმა არის ყველაზე კარგი მაგალითი, როცა აუცილებელი იყო და არის კიდევაც, რომ ყოფილიყო წინსწრებით და სანამ დაიდებოდა ეს კანონი, აუცილებელი იყო, რომ საზოგადოებრივი აზრი ყოფილიყო მიღებული მხედველობაში და არა მხოლოდ საზოგადოებრივი, იმ პროფესიონალური ჯგუფებიდან, მასწავლებლები, პროფესორები, სტუდენტები, მშობლები, ყველა უნდა ყოფილიყო ჩართული, ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში, ასე მზადდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავლისთვის რეფორმა, რომელსაც ქვია პრინციპში განათლების რეფორმა. ამ შემთხვევაში ჩვენ არა გვაქვს საქმე განათლების რეფორმასთან, გვაქვს საქმე რაღაცა კანონთან, რომელიც რეალურად მიმართული არის იმისკენ, რომ კონტროლი გაიზარდოს უნივერსიტეტზე, პოლიტიკური კონტროლი და პოლიტიკური კონტროლი სახელმძღვანელოებზე, პოლიტიკური კონტროლი სტუდენტებზე თუ მასწავლებლებზე თუ პროფესორებზე. ძალიან ბევრ საშუალებას ადიდებს ეს კანონი იმისა, რომ რეალურად ეს სფერო გახდეს რეალურად პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. და ეს არის ძალიან სამწუხარო ამ კუთხით. და კიდევ ერთი საკითხი არის, რომელიც ამას ეხება, რომ მეორე საკითხი, ანუ ეს უნივერსიტეტების გაერთიანების ერთგვარად გამოყენებულიც არის, ამაზედაც არ ყოფილა არანაირი დისკუსია, ჩვენ მოვისმინეთ რექტორების საცოდავი რეაქცია, რომ მე არ ვიცოდიო და წინა დღეს გამართილესო, მაგრამ ეს ამავე დროს გამოყენებული არის იმისთვის, რომ მთავარი რაც არის განათლების შესახებ კანონი, ის დაჩრდილოს, ეს ბევრად უფრო კონკრეტული არის, ვიტყოდი, ანუ ერთი უნივერსიტეტი მეორეს უერთდება, უქმდება თუ როგორ არის და უფრო ხალხის ყურადღების და ადვილი გასაგები ერთგვარად არის, ვიდრე ის ძალიან სერიოზული კანონი, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებებს, მათ შორის ის, რომ გვთიშავს ევროპული განათლების სისტემიდან და ბევრად დაართულებს მომავალში ჩვენი სტუდენტებისთვის, იმისთვის, რომ მიიღონ დიპლომების ეკვივალენციები, ან წავიდნენ და გააგრძელონ სწავლა რომელიმე ევროპულ უნივერსიტეტში. ეს ყველაფერი დევს ამ კანონში და ამიტომ საჭირო არის, რომ ამ კანონზე ნაკლებად იყოს საუბარი და მეტი იყოს შენობებზე, უნივერსიტეტების გაერთიანებაზე, რომელიც რეალურად არ ვიცით ჯერ, როგორ ჩატარდება, რა ფორმით, რა შედეგები ექნება. თუ ხელისუფლებას ნამდვილად უნდა დებატები რომ ჩატარდეს, მას შეუძლია ეს გააკეთოს ევროკავშირის ან ეუთოს მედიაციით, მაგრამ არა. სატელიტ პარტიებს ეპატიჟება და ეს მხოლოდ შიდა პროპაგანდისტული შოუა თუ დამეთანხმებით ამაზონში.
არა, ჯერთი მე ვიტყოდი, რომ არავის მედიაცია არ გჭირდება, თუ გვინდა ნამდვილი დებატები, ნამდვილი დიალოგი, მაგრამ ამაზე დღეს არ არის საუბარი, რადგან ის ფორმა, რითაც პარტიის პრემიერმა მიმართა საზოგადოებას, ეს უკვე მაჩვენებელი არის იმისი, რომ ეს არ არის შინაარსობრივი დებატი, ეს არ არის თავისუფალი დებატი, ეს არის მართული დებატი, სადაც ნათელი არის, რომ შემოიყვანენ იმ მათი სატელიტ პარტიებს, პრორუსულს თუ არა პრორუსულს და ასე მოგცემენ რაღაცა სურათს, რომ ვითომც იმართება დებატი ქვეყანაში. ასევე ამის წინა კითხვაზე არ მიპასუხი ამაზე, რას ემსახურება ერთგვარად იმას, რომ ოპოზიციაში, ოპოზიციურ პარტიებში გაჩნდეს სხვადასხვა მოსაზრება, ვიღაცა მოინდომებს ამ დებატში მონაწილეობას, ვიღაცა არ მოინდომებს და ეს იქნება კიდევ ერთი გახლეჩვა, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება კიდევ ერთი იმედგაცრუება. ყოველ შემთხვევაში ეს არის პრემიერის და სახელისუფლებო პარტიის ერთ-ერთი მიზანი, რასაც მე მგონი არ მიაღწევს, მაგრამ ჩადებული ეს არის. თქვენი აზრით, რაში ვერ დაარწმუნა საკუთარი ამომრჩეველი ქართულმა ოცნებამ და რაში დასჭირდა ეს ვითომდა დებატები, აი რა არის ის კონკრეტული თემა, თქვენი აზრით, რაშიც ძალიან სუსტები არიან და უნდათ რომ დაარწმუნონ საკუთარი ამომრჩეველი? მე რაღაც არ მგონია, რომ ეს იყოს იმისთვის მოფიქრებული, რომ დაარწმუნონ თავიანთი ამომრჩეველი და ან ვინმე დაარწმუნონ რამეში. ეს კიდევ ერთხელ არის ტექნოლოგია იმისი, თუ როგორ უნდა დაშალო შენი მოწინააღმდეგე, როგორ უნდა გააჩინო სხვადასხვა მოსაზრებები ერთ საკითხზე, რომელიც დააპირისპირებს მთავარი, რაც რისი ეშინია მართველ გუნდს დღეს არის გაერთიანება საზოგადოების, გაერთიანება პოლიტიკური პარტიების, გაერთიანება პროტესტის და ყველა ამ სხვადასხვა ნაწილების ერთად გაერთიანება წინააღმდეგობაში, მათთან წინააღმდეგობაში. ასე რომ ყველაფერი ამ ჭრილში ალბათ უნდა დავინახოთ, რომ თვითონ ეცდებიან, იმიტომ რომ მაინც ეშინიათ, თუმცა მიღებული აქვთ არაერთი რეპრესიული კანონი ერთი მეორის შემდეგ და პრაქტიკულად ქმნიან ისეთ მდგომარეობას, რომ ყველაზე შეეძლოთ კონდეთ რაღაცა ზეწოლის ინსტრუმენტები, მაინც ეშინიათ, რომ გაერთიანება არ შედგეს, იმიტომ რომ გაერთიანება, ერთობა არის ის, რაც მათთვის არის დამანგრეველი. განათლების რეფორმასთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი შეკითხვა, როცა საჯარო განხილვა გაიმართა თქვენი ინიციატივით, გწერენ, რომ ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით, როცა შეხვედრა მხოლოდ შეხვედრის გამო იმართება და ამბობენ, რომ კრება დარჩა მხიარულიო. ასეთი იყო ის განხილვა და რა შედეგს ელოდით ამ საჯარო დისკუსიისგან? ყოველთვის არის ეს კითხვა, რომ შედეგს რას ელოდით და რაღაცა სასწაულები გვინდა რომ მოხდეს. აქ მთავარი მიზანი ასეთი შეხვედრის იყო, რომ საზოგადოებამ მიიღო ეს კანონი, გაიგო ამ კანონის შესახებ ოქტომბერ-ნოემბერში და დიდად არ ჩაწოდა ამ კანონის შინაარსს. და რეაქცია რეალურად საზოგადოებაში არ იყო და ეს არის სწორედ ძალაუფლების ამ რეჟიმის ერთ-ერთი მიზანი, რომ ყველას მიადგეს ცალ-ცალკე და არ იყოს გაცნობიერებული საზოგადოების მიერ ზოგადად, რომ ეს ყველას ეხება. და ამ შეხვედრის, ამ პირველი შეხვედრის ამ ფორმით საჯარო და საყოველთაო მიზანი სწორედ ის იყო, რომ ეს არის ყველასი ჩვენი და ყველა იყო მოსული, პოლიტიკური პარტიები იყვნენ, პროტესტის ხალხი, ეს პროფესიული წრეები, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განათლების რეფორმა და ექსპერტები. და მნიშვნელოვანი არის, რომ ეს არის საზოგადოება და მნიშვნელოვანი ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რომ ეს მას მშობლები, მას ეხება, ყველას ეხება და გამოვიდეთ იმ განწყობიდან და იმ მდგომარეობიდან, როცა ყველა უყურებს საკითხებს ცალ-ცალკე, ეს შეეხო იმას და მე არა,
მესანამ გადავრჩები და ეს კლავს სოლიდარობას, ეს კლავს იმ ერთობის განწყობას და იმ წინააღმდეგობას, რომელიც არის ჩვენი ერთადერთი გამოსავალი დღევანდელ დღეს ამ რეპრესიულ რეჟიმის წინაშე. და ამდენად ასეთი შეხვედრები და მე იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება და ვიცი, რომ უკვე რამოდენიმე სხვა ტიპის შეხვედრა არის დაგეგმილი, ასეთი შეხვედრები არის აუცილებელი, მაგრამ სასწაული არ მოხდება თქვენს გარეშე. სასწაული არის ის, როცა ყველა იგრძნობს, რომ ყველა არის ყველასი სოლიდარი, რომ არ შეიძლება რომ ცალ-ცალკე ჩვენ გავუმკლავდეთ ამ რეჟიმს. ან ერთად გავუმკლავდებით, ან ვერა. ამ განათლების რეფორმის ნაწილით ახალი სასწავლო პროგრამები ამცირებს საბჭოთა ოკუპაციისა და რუსეთთან ომების თემებს. არის თუ არა განათლების რეფორმის კიდევ ერთი მზაკრული მიმართულება ის, რომ მოხდეს ისტორიის რევიზია პოლიტიკური მიზნებისთვის? ძალიან დიდი ალბათობით იქნება ასეთი, როცა იქნება მხოლოდ ერთი წიგნი, ერთი ფაკულტეტი და ერთი პროფესორი, ალბათ აზრთა სხვადასხვაობა და გაშლა ამ აზრების მით უმეტეს ისტორიის მიმართ, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი არის, ალბათ ეს იქნება პირველი მსხვერპლი ასეთი რეფორმის. და მეორე საკითხი არის, რომ სახელმძღვანელოები, როცა დავა ერთ სახელმძღვანელო თითო დარგში, ეს იქნება სწორედ სახელმწიფოს ხელში, ბიუროკრატიის ხელში, ეს იმასაც ნიშნავს და ეს ძალიან სერიოზული საკითხი არის, რომ გამომცემლებს აღარ ეძლებათ საშუალება, რომ თავიანთი საქმიანობის ერთ-ერთი წყარო გააგრძელონ, იმიტომ რომ რეალურად სახელმწიფო ართმევს მათ ერთ-ერთი მთავარ შემოსავალს. და აქამდე ჩვენ ყავდა რამოდენიმე გამომცემელი, ანუ ეს აზრთა სხვადასხვაობა და ეს გამომცემლები სხვა საქმიანობასაც ეწეოდნენ, სწორედ იმ საშუალებებით, რასაც აძლევდა ეს სახელმძღვანელოების გამოცემა. ამ ყველაფრით იზღუდება კიდევ ერთხელ ეს სიტყვის აზროვნების თავისუფლება, რაც არის ამდენად მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი მომავლისთვის. როცა ეუთო საქართველოს მიმართ მოსკოვის მექანიზმს აამოქმედებს, იგივე მექანიზმს, რაც რუსეთსა და ბელორუსზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველო საერთაშორისო სამართლის თვალში უკვე არის ავტორიტარული სახელმწიფო და ვინ აგებს ამაზე პოლიტიკურ თუ სამართლებრივ პასუხს? და როდის? ნათელი არის, რომ ვინც აგებს პასუხს, არის ვინც არის ძალაუფლებაში, ვინც მართავს ამ ქვეყანას უკვე 13 წელი არის და ვინც დაარღვია ყველა ის მთავარი პრინციპები, რაზედაც დგას დემოკრატიული სახელმწიფო. ყველა პრინციპები ჩვენ TikTok-ზე დავიწყეთ განხილვა კონსტიტუციის და მით უმეტეს ის ნაწილი, რომელიც ეხება პრინციპებს, ადამიანის უფლებებს, სოციალურ პრინციპებს, ყველაფერი არის პირდაპირ დარღვეული, ფეხქვეშ გათელილი და ეს არის ის, რაზედაც პასუხობს სწორედ ეს მექანიზმი. ეს ნიშნავს პირველ რიგში მონიტორინგი იმის შესახებ, თუ რაც ხდება საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც გაერთიანდნენ და ეს მექანიზმი მიაღებინეს ეუთოს, ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე ხედავენ, რომ ამ ქვეყანაში პრაქტიკულად დემოკრატიის ყველა პრინციპები დარღვეული არის და მიდის ეს ქვეყანა თუ მისული არის ძალიან ახლოს იმასთან, რაცაც ქვია ავტორიტარული რეჟიმი თუ დიქტატურა, როგორც გვინდა ისე მოვნათლოთ. ფაქტი არის, რომ ეს ქვეყანა აღარ ითვლება როგორც ერთ-ერთი დემოკრატიული ქვეყანა, რაც იყო ალბათ ამ ბოლო 30 წლის მიღწევა საქართველოსთვის, რომ ნელ-ნელა აშენდა ის ინსტიტუტები, ნელ-ნელა შემქმნით ის გარემო, რომელიც ითვლებოდა მეტნაკლებად თავისი ნაკლებით, მაგრამ მაინც ითვლებოდა როგორც დემოკრატიული ქვეყანა. ეს არის ერთ-ერთი ძალიან
სამწუხარო ვიტყოდი ნიშანი იმისი თუ სად ვართ მისული. მეორე მხრივ ამერიკიდან მოდის ასევე სხვა გზავნილები და ის რომ ჩვენ შეგვიყვანეს იმ სიაში 75 ქვეყნის სიაში, რომელსაც ჯერ დროებით ყოველ შემთხვევაში შეეზღუდათ საიმიგრაციო ვიზების მიღება და თუ გადავხედავთ იმ სიას, ეს არ არის დემოკრატიული ქვეყნების სია, ეს არ არის ამერიკის მეგობრების სია, ეს არის იმ სხვა ქვეყნების სია და ჩვენ უკვე არათუ ის სტრატეგიული პარტნიორი, რაც ვიყავით ბოლო პერიოდამდე, არამედ უკვე იმ კატეგორიაში გადავედით, რომელიც ითვლება როგორც მესამე კატეგორია ამერიკისთვის და ესეც არის უაღრესად სამწუხარო ამ ქვეყნისთვის და მის მომავლისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ აწი ყველაფერი აღსადგენი გვექნება. მართალი არის, რომ ჩვენ გვყავს ამერიკაში, როგორც ევროკავშირში პარტნიორები, რომლებიც მზად არიან, რომ დაგვეხმარონ ამ ყველაფრის აღდგენაში, როგორც კი დრო დადგება. მაგრამ გზა დასავლელი იქნება რთული და ჩვენსგან მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას და ამისთვისაც უნდა დღესვე უკვე მზად ვიყოთ და მოვემზადოთ. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება ნიშნავს თუ არა იმას, რომ აქ უკვე აღარ მუშაობს შიდა სამართალი და საჭიროა გარე სამართალი. თუმცა ეს მონიტორინგიც ხომ საჭიროებს ხელისუფლების ჩართულობას და დღეს თუ შევხედავთ ოცნებას, ვნახავთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ლანძღავენ და შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ. შეძლებს კი ეუთო ამ მექანიზმის სრულყოფილად ამოქმედებას და როგორ იმუშავებს მისია. მისია იმუშავებს იმ დონეზე, რასაც დაუშვებს ეს ქართული ოცნება, ეს ნათელი არის, რომ გარედან ყველაფერს იმას ვერ გააკეთებენ, რაც დევს ამ მექანიზმში, მაგრამ თავისთავად ის, რომ ამ მისიას თქვათ არ მიიღებენ, თუ მიიღებენ, ესეც იქნება დიდი მაჩვენებელი. ეხლა ეს მექანიზმი უფრო სიმბოლურიც არის, რომ ჩვენ სწორედ იმ კატეგორიაში გადავედით, რომელიც მოითხოვს ასეთ მექანიზმს და რომელიც აღარ ეკუთვნის იმ რიგს დემოკრატიული ქვეყნების. ჩვენ ვართ უკვე საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყანა, რომელსაც ჩამოეშალა ვთქვათ დემოკრატიული წყობა. და ეს არის მნიშვნელოვანი როგორც სიმბოლო. ეხლა ეს მექანიზმი და ვერც ერთი მექანიზმი ვერ შეცვლის შიდა მდგომარეობას, თუ ჩვენ ვერ შევცვლით ამას. ჩვენი გასაკეთებელი საქმე რჩება ჩვენი გასაკეთებელი საქმე, ვერავინ გარედათ და არც არავინ გარედათ ჩვენ საქმეს არ გააკეთებს. შეკითხვა არის გრანტების შესახებ კანონის გამკაცრებაზე და გვეკითხებიან, რატომ ამკაცრებს ხელისუფლება გრანტების კანონს მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისა და ამერიკის დაფინანსების მიმართულებით, ხოლო ალტ-ინფოს, ევრაზიული ინსტიტუტისა და პრორუსული კონსერვატიული ქსელების ფინანსური წყაროები საერთოდ არ ექვემდებარება ამ გამჭვირვალობას. მაშინ, როცა საქმიანობა და დაფინანსება ამ ორგანიზაციების დასავლურ ინსტიტუტებში შეფასებულია როგორც რუსული გავლენის ეკოსისტემის ერთ-ერთი ნაწილი. ვეთანხმები გასკვნას, რომ ნამდვილად ეს კანონი არის ორიენტირებული იმისკენ, რომ ყველა შესაძლო კავშირები, რაც შეიძლება არსებობდეს დასავლეთის სხვადასხვა ორგანიზაციების და აქაურ ორგანიზაციების შორის, ის იყოს შეწყვეტილი და არ არის მიმართული იმისკენ, რომ გავიგოთ საიდან მოდის რუსული ფული, რომელიც მოდის ძალიან ბევრი სხვადასხვა ფორმით, თუნდაც იმითი, რომ აქ 80,000-მდე რუსი ცხოვრობს, რომელსაც აქვს კავშირები რუსეთთან, ის ორგანიზაციები, უამრავი ორგანიზაცია უკვე, რომელიც საქმიანობს საქართველოში სხვადასხვა ფორმით, სადაც ქართველები არიან და ემსახურებიან ეს ორგანიზაციები რაღაც მეგობრობას, რელიგიური ორგანიზაციები, ძალიან ბევრი საქმე არის და არ ამგონია, რომ რომელიმე ჩვენი სახელმწიფო უწყება დღეს იყოს დაინტერესებული იმითი, რომ გაიგოს რა არის ყველა ის წყაროები, საიდანაც მოდის რუსული დაფინანსება, რუსული დახმარება, რუსული ჩარევა
ამ ქვეყანაში. ჩვენ ვიცით, რომ ჰიბრიდული სტრატეგია ხორციელდება საქართველოს მიმართ, მაგრამ ამის შესახებ არავინ არ არის ჩვენი ვინც უნდა იცავდეს დღეს საქართველოს უსაფრთხოებას, არავინ არ არის დაინტერესებული, არც ერთი ანგარიში არ იწერება ამის შესახებ და პრაქტიკულად ეს სფერო მიშვებული არის და რუსეთს აქვს ერთგვარი კარტე ბლანში. გრანტების კანონის გამკაცრება ახლა უკვე თითოეულ ადამიანს უნდა შეეხოს. ეს უკვე გასცდა არასამთავრობოების გამჭვირვალობის თემას და რას ფიქრობთ ამაზე? ანუ თითოეულ ადამიანს შეეხება. რას უნდა ვფიქრობდე? ეს არის ნამდვილად მიზანი ის კი არა რომ ყველაზე მაინდა-მაინც გავრცელდება, იმიტომ ეს მოითხოვს უზარმაზარ მანქანას, რომელიც ალბათ არ არსებობს ყოველ შემთხვევაში დღეს ქვეყანაში, მაგრამ ეს არის დამოკლესთვის მახვილი, რომელიც ჩამოკიდებული არის თითოეულ ადამიანზე და პირველ რიგში იმ ადამიანებზე, რომლებიც აქტიურობენ პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად, იმიტომ ვინ განასხვავა პოლიტიკური საქმიანობა თუ საზოგადოებრივი საქმიანობა, ყველაზე არის ჩამოკიდებული და როცა მოინდომებს, როცა ჩათვლის, რომ საჭირო არის ვინმესი საქმიანობის გაჩერება, მაშინ ამოქმედებს ქართული ოცნება იმ ადამიანებზე თუ იმ ადამიანების ჯგუფზე, რომელსაც ჩათვლის როგორც მისთვის საფრთხეს ან თუნდაც არასაჭიროს მავნებლებს. მშვიდობის ფორუმზე ტრამპმა ბელორუსიც კი მიიწვია, თუმცა საქართველო არ მოხვდა იმ ქვეყნების სიაში. თქვენი აზრით, რატომ მოხდა ეს? ჩვენ აღარ ვითვლებით როგორც სუბიექტი საერთაშორისო ურთიერთობების, ჩვენ ვართ უკვე ობიექტი, რომელზედაც ხორციელდება რუსეთის პოლიტიკა და რუსეთის ინტერესები და ვართ გამტარებლები ამ რუსეთის ინტერესების, თუნდაც სანქციების გვერდით თავლისთვის, თუნდაც შავი ფულისთვის, ბევრი კუთხით ვართ საჭირო და ვართ რუსეთისთვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი მისი გარესფეროს ნაწილი და არა ქვეყანა, რომელიც თავისთვის არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო არენაზე. და ამისი მაჩვენებელი არის არა მხოლოდ მშვიდობის ბორცვზე რომ არ მიგვიწვიეს, ამისი მაჩვენებელი ასევე არის ვენსის დაგეგმილი მოგზაურობა კავკასიაში, რომელიც მას მიიყვანს ბაქოში, ერევანში და საერთოდ არც არის ნახსენები, რომ საქართველო არსებობს, როცა საქართველო იყო მუდმივად ცენტრი კავკასიის და არც ერთი საკითხი კავკასიაში არ წყდებოდა ისე, რომ საქართველო არ ყოფილიყო ამისი ნაწილი მაინც. დღეს ვითომც არ ვარსებობთ, ვიცომთ არა ვარ და ეს უკვე ვითომც არ არის. ჩვენ ვართ გამგრძელებელი, გამტარებელი რუსული გავლენის და რუსეთის ინტერესების, თუნდაც ის ტანკერები, რომლებიც შავ ზღვაში ჩვენ პორტებში ჩერდებიან, სანამ ეს შავი თუ ნაცრისფერი ფლოტა, რომელიც რუსეთს ეხმარება, რომ თავისი ნავთობი გაიტანოს და ეს ჩვენც ვართ ამაში ჩართული. ყველა ტრაფიკში პრაქტიკულად ვართ ჩართული და ეს ყველაფერი ემსახურება არა საქართველოს ინტერესს, არამედ პირდაპირ რუსეთის ინტერესს. ამ თემის გაგრძელება, ქალბატონო პრეზიდენტო, როგორ ფიქრობთ იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში აშკარად მიმდინარეობს ახალი გავლენის ზონების დადგენა? რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველო დასავლეთის სტრატეგიული ინტერესის ფარგლის უკან დარჩეს? როგორ ფიქრობთ პირადად და პოლიტიკური სპექტრის საკმარის საკეთებს იმისთვის, რომ ეს სცენარი არ განვითარდეს? ეს სცენარი არ არის სწორი სცენარი, არ მიმდინარეობს გავლენების გადანაწილება, მიმდინარეობს სრული გადახედვა, სრული ახალი მსოფლიო იბადება, რომელიც არავინ არ ვიცით. ეს არ არის ტრადიციული, ჩვენ როგორც ვიცოდით ან მე-19 ან მე-20 საუკუნეში რო იყო გავლენების სფეროები. ეს არ დაბრუნდება. რაც დღეს იქმნება და რაც დღეს დაწყებული არის, არავინ არ ვიცით ბოლომდე როგორ ჩამოყალიბდება. ეგერ ტრამპი უარს ამბობს ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციაზე მონაწილეობაზე,
და თვითონ აქვს თავისი ხედვა სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობების, არ ვიცით როგორ განვითარდება იგივე უკრაინა, რუსეთი და რუსეთის ბედი ამ ყველაფერში, ამიტომ წინასწარ ეს რაღაცა მოცემული სიმართლეები, რომ დაიწყება ახალი გადანაწილება გავლენების, ეს არასწორი არის. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ იმ მომენტში, როცა ყველაზე უნდა უფრო ვაქტიურობდეთ იმისთვის, რომ ვიყოთ ჩვენი ადგილი და ჩვენი ხედვა და ჩვენი ინტერესები იყოს გათვალისწინებული მაინც, შეგვეძლოს ჩვენი აზრის გამოთქვა, ჩვენ ამ უფლებას ვკარგავთ, იმიტომ რომ რეალურად აღარ ჩანს, რომ საქართველოს აქვს თავისი რამე პოლიტიკა განსხვავებული იმისი, რაც არის რუსეთი და რუსეთის ინტერესების. და ამ შემთხვევაში ძალიან ძნელი არის, რომ გარედან მე მაგალითად მარტო წარმოვადგენდე საქართველოს ინტერესებს, საქართველოს ადგილს და ვინარჩუნებდე ამას. მაქსიმალურად ამას ვცდილობ, მაგრამ ძალიან რთული არის, რომ ამ ძალიან არეულ და ახალ მსოფლიოში დაიჭირო ეს ადგილი, როცა სახელმწიფო სხვაგან არის, როცა რეჟიმი სხვაგან არის და როცა რჩები ერთგვარად გაშიშვლებული ამ ახალ ვითარებებში. ამერიკაში აპირებთ წასვლას და ტრამპთან შეხვედრას. უამრავი საკითხია მოსაგვარებელი, მათ შორის სენატის დარწმუნებაა საჭირო, რომ მეგობარი აქტი მიიღონ. ეს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. მადლობა. მე ხვალდილის თვე წავიდოდი ამერიკაში, რომ იყოს შესაძლებლობა ტრამპთან შეხვედრის. მე მგონი ყველა ვხვდებით და რასაც ეხლა ვამბობდი, სწორედ ეს არის ამის გაგრძელება. როცა ქვეყანას აღარ აქვს ის ადგილი საერთაშორისო არენაზე, როცა აღარ ჩანს მისი სტრატეგიული ადგილი, მისი ინტერესები რო აღარ არის გამოხატული, მაშინ ინტერესი გარედან, რომ შენ მოგისმინონ, არის ნაკლები. ადგილი შენთვის არის ნაკლები. სენატში არის ძალიან დიდი მზადყოფნა, ჩვენ ძალიან ბევრი პარტნიორები გვყავს და აგრძელებენ მუშაობას ამ მეგობარი აქტზე, მაგრამ აქაც მე მგონი არასოდეს არ უნდა ჩავთვალოთ, რომ არსებობს რაღაცა სასწაული გამოსავალი, რომელიც უცებ მოხსნის ყველა პრობლემებს. რომც მიიღონ მეგობარის აქტი და ალბათ მიიღებენ დღეს თუ ხვალ მიღებული იქნება ამერიკის კონგრესში, ეს არ ნიშნავს, რომ რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა. კიდევ ერთხელ გამოსავალი არის შიგნით, ჩვენზე არის დამოკიდებული და ჩვენ როცა შევძლებთ, რომ უფრო აქტიურად დავახნახოთ, რომ არის ერთიანი წინააღმდეგობის ფორმატი, მოძრაობა, საზოგადოება არის გაერთიანებული, მაშინ მეტი ინტერესი იქნება გარედან, მეტი აქტიური მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა ლატენტურად არის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი პარტნიორები არსად არ წასულან, მაგრამ ჩვენ პარტნიორებს სჭირდებათ დაინახონ, ვინ არის და ვინ იქნება ამ ქვეყანაში ეს რეჟიმი, როცა ჩამოიშლება. ყველა ხედავს, რომ ეს რეჟიმი დგას მხოლოდ დღეს ერთ ადამიანზე და არავის არ აქვს იმის საშუალება, მის ირგვლივ ვინც არიან ძირითადად მონები, შემსრულებლები, არავის არ აქვს იმისი უნარი, რომ შეინარჩუნოს ეს რეჟიმი, თუ ეს ერთი ადამიანი არ იქნება თავის ადგილზე. ამიტომ ჩამოშლება და სადაც ვხედავთ ამდენ დაპირისპირებას შიგნით ქართულ ოცნებაში, ეს არის ძალიან სერიოზული ერთ-ერთი სცენარი, რომელიც შეიძლება დატრიალდეს. მაგრამ ამ სცენარს მეორე მხარე აქვს, რომ საჭირო არის ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორც ჩვენი გარე პარტნიორებისთვის, რომ დაინახონ, როგორი იქნება ის საქართველო, რომელიც ჩაიბარებს ამ ქვეყნის სტაბილურობას და ამ ქვეყნის ტრანზიციას ახალ არჩევნებისკენ და ახალ ნამდვილ დაწყნარებულ დემოკრატიულ საქართველოსკენ. TikTok-ზე ლავრენტი გვიწერს, საგარეო მინისტრი იყავი, პრეზიდენტი იყავი, ეხლა რა საკეთებ? მე ვაგრძელებ ის, რაც არის ჩემთვის, ჩემი ცხოვრების
ერთადერთი მიზანი, რისთვისაც დავთანხმდი და გავხდი თავის დროზე საგარეო მინისტრი, რისთვისაც ვიყავი მზად, რომ ყოფილიყავი პრეზიდენტი, იმიტომ რომ იმაჩნდა, რომ ჩემი გამოცდილებით შემეძლო დახმარება ამ ქვეყნისთვის, გამეწია იმ გზაზე, რომელსაც ქვია ევროინტეგრაციის გზა, დემოკრატიის მშენებლობის გზა, ინსტიტუტების მშენებლობის გზა და მე მგონი, რომ ამ გზიდან მე არ გადამიხვევია არც ერთი წუთი. სამწუხაროდ და ძალიან სამწუხაროდ მათთვის და ამ ქვეყნისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის ქართულმა ოცნებამ ზურგი უქცია ამ გზას და პირდაპირ დაიწყო სხვა მიმართულებით მსვლელობა, რომელიც არის 180 გრადუსად შეცვლილი და მიდის არა ევროპისკენ, არა თავისუფლებისკენ, არა დემოკრატიისკენ და არა ძლიერი საქართველოსკენ, არამედ მიდის რუსეთისკენ, დამონებისკენ, სუვერენობის დაკარგვისკენ და თავისუფლების დაკარგვისკენ. ეს ნამდვილად თქვენი TikTok გვერდი რა? არის უკვე ვთქვი, რომ მე ვარ, არ ვიცი როგორ დაგარწმუნო თამაში. ძალიან დიდი მადლობა. ბექა აგულაშვილი საკუთარ მოსაზრებას გვიგზავნის. ეს არ არის შეკითხვა, უბრალოდ გვთავაზობს საკუთარ მოსაზრებას და გველდება, რომ ძალიან კარგი იქნეს, რომ მიიღეს რუსული კანონი. აი ახლა მაგ კანონის მიხედვით დარეგისტრირდნენ როგორც უცხოური გავლენების გამტარებელი ძალა, პარტია და უკვე ამის შემდეგ წარსდგნენ დებატებზე ამ სტატუსით. სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს მათთვის კითხვების დასმად. თელმა ერმა ხომ დავინახეთ, რომ ქართული ოცნება არის რუსებისა და ჩინელების ინტერესების გამტარებელი დაჯგუფება, რომელიც შედგება ეთნიკური ქართველებისაგან. ოღონდ დაირქვა ნამდვილი სახელი საკუთარი, დარეგისტრირდნენ თავიანთი მიღებული კანონით და როგორც უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ძალა. როგორც კანონიერი პრორუსული, პროჩინური, ან სოციალისტური, ან კომუნისტური. არ აქვს მნიშვნელობა, უამრავი ვარიანტი შეიძლება მოიძებნოს. ეს არ არის სახუმარო თემა. არაფერი არ არის სახუმარო დღეს სამწუხაროდ და რაც ეხება აგენტებს, ძალიან სახუმარო შეიძლება იყოს ეს სწორედ, როცა გვარწმუნებენ კობახიძეც და პაპუაშვილი, რომ ჩვენ არასოდეს გვიმუშავიაო ევროპულ არასამთავრობოებისთვის, ორგანიზაციებისთვის, როცა ორივე იქ სწავლობდნენ და შემდგომ ორივე მსახურობდნენ გერმანულ ორგანიზაციებთან ძალიან მჭიდროდ და იმას განღებულობდნენ იმ თანხებს, რომელიც დღეს უკვე ითვლება როგორც დანაშაული, რომელმაც შეიძლება ადამიანები მიიყვანოს ციხის კარებთან. ამიტომ ცოტა ეს რაღაცა ტყუილები არაფერთან არ მიდის და მხოლოდ იმას ვიჩვენებს, რომ ძალიან არათანმიმდევრული და არალოგიკური და რომ ეს ყველაფერი არის რეალურად გვაჩვენებს იმას, თუ რამდენად ემორჩილებიან იმას, რაც არის მოსკოვიდან ნაკარნახები. და ეს არის ის, რაც მართავს მათ და რაც აიზულებს მათ, რომ ასეთი არათანმიმდევრული ნაბიჯები თავიანთ პოლიტიკურ კარიერაში გადადგან და მერე გადავიდნენ ძალიან მკაცრ ნარატივებზე, ანტიევროპულზე, იმისთვის, რომ დაარწმუნონ ვიღაცები, ალბათ საზღვრებით გარეთ, რომ ნამდვილად ესენი არ ატარებენ არანაირ ევროპულ რეკომენდაციას, ევროპულ გზას და არიან ნამდვილი მეგობრები იმ ჩვენი ჩრდილოეთის ქვეყნის მეზობლის. დაგეგმილ დიქტატორულ კანონზეც ისაუბრეთ. მეწარმეებს, რომ დაიჭერენ პოლიტიკური აქტივობების გამო. ხო, ეს იგივე არის, ანუ ყველაზე არის ეს დამოკლისის מחვილი, ჩამოკიდებული და ყველაზე შეიძლება განხორციელდეს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ დროს ეს არის ტიპიური ტოტალიტარული ინსტრუმენტი, უნდა იცოდე, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება შენზე განხორციელდეს ეს ზეწოლა და ეს დასჯა და ამიტომ ფრთხილად იყავი და ყველა უნდა ფიქრობდეს, ესეც არის ეს ტექნოლოგია. ყველა უნდა ფიქრობდეს პირველ რიგში თავის თავზე. და ფიქრობდეს, რომ აი მე დღეს გადავრჩი და მაშინ ჩუმად ვიქნები, იმიტომ რომ მე დღეს გადავრჩი. და ეს კლავს სოლიდარობას, ეს კლავს ერთობას და ეს კლავს იმ ერთიან წინააღმდეგობის ფრონტს, რომელიც გვჭირდება აუცილებლად.
მაგრამ ეს ტექნოლოგია არის არა ახალი, ცნობილი და სამწუხაროდ ხორციელდება ჩვენთან დღეს ამ აჩქარებული ტემპით. გვიწერენ ერთადერთი პრეზიდენტი, რომელშიც სამართლიანობა დაუნახა. აქტიურად. არ ვიცი, სამართლიანობის საშუალება მე თუ მქონდა რეალურად არ ვიცი, მაგრამ მე ვარ უფრო წარმომადგენელი დამოუკიდებელი ინსტიტუტის. ეს არის ის, რაც მე დღესაც შემიძლია, გუშინაც შემეძლო და რომელიც დღეს არის აუცილებელი ამ ქვეყნისთვის, თუ არა აღარ არის არც ერთი ინსტიტუტი, ეხლა განათლების კერებსაც გვისპობენ, არც ერთი ინსტიტუტი აღარ დგას, რომელსაც შეიძლება მეტნაკლებად თქვა, რომ არის დამოუკიდებელი და წარმოადგენს ქვეყანას და არა ერთ პარტიას. გამარჯობა ქალბატონო სალომე, ატყობდით თუ არა ქართულ ოცნებას, რომ რუსეთისკენ მიგოყვანებოდნენ პრეზიდენტობის დროს. გაჩნია როდის დასაწყისში ნამდვილად არა და მე რაც დრო გადის უფრო და უფრო ვაკვირდები ქრონოლოგიას, ბევრი რამე იყო, რომელიც რაღაც მომენტიდან 20 წლიდან ალბათ იყო არა თანმიმდევრული იმ დემოკრატიული მშენებლობისთვის, იუსტიციის რეფორმის და ასე შემდეგ, მაგრამ არაჯერ ისეთი ნიშნები, რომელიც გვაჩვენებდა, რომ მოტრიალებული იყო ეს ხელისუფლება რუსეთისკენ და კარგავდა ევროპას. და მე ამ ხაზს ვხედავ სადღაც 2021 წლის მეორე ნახევრიდან დაწყებული და საინტერესო ის არის, რომ ეს ემთხვევა ძალიან კარგად იმ პერიოდს, როცა ჩვენ ახლა უკვე ვიცით, როცა რუსეთში მიღებული არის გადაწყვეტილება, რომ გადავიდნენ აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. ეს ალბათ არ არის დამთხვევა, ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა იმ ქრონოლოგიებზე და იმ გადაწყვეტილებებზე, რაც იქნა მიღებული და როდის იწყება ის ანტიევროპული ნარატივის პირველი ნაბიჯები, პირველი გადაწყვეტილებები, აშკარად ანტიევროპული და შემდგომ როგორ მიდის ეს ძალიან აჩქარებული ტემპით. ეს არის ისტორიის დაკვირვება და ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის, როცა ჩვენ ასე ვაკვირდებით ახლო ფურცლებს ჩვენი ისტორიისა. ნაიო გვიწერს ერთადერთი ქალი, რომელმაც თავისი აზრი დააფიქსირა და არ გაიყიდა. ასევე გვაკითხებიან გამოსავალს რა შეხედავთ ამ ლაბირინთიდან. გამოსავალი არის ერთი და მხოლოდ ერთი. ეს არის არა ის ყბადაღებული ერთობა, რომ ყველა ერთად იფიქროს ყველაფერი და ერთ პარტიულობა ნამდვილად არ გვინდა, მაგრამ საჭირო არის, რომ იმ დროს, როცა ბრძოლაში ხარ და დღეს ჩვენ ვართ ყველანი ბრძოლაში, საზოგადოება არის ბრძოლაში, იმ დროს საჭირო არის, რომ იყოს წინააღმდეგობის ერთიანობა. თუ არა ცალ-ცალკე ვერაფერს ვერ მივაღწევთ და მთელი ძალისხმევა ქართული ოცნების სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ დაგშალოს, გაგვაცალკაცოს და არ შედგეს არანაირი ერთიანობა, არც იმ პარტიების შორის, რომელიც არსებობენ, არც პროტესტის ჯგუფების შორის, არც საზოგადოებრივი სხვადასხვა ნაწილების შორის და ეს უნდა ჩვენ კარგად გავიაზროთ და ამას დაუპირისპიროთ ერთი დიდი წინააღმდეგობის ფრონტი, რომელიც არის მხოლოდ გარდამავალი იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ იმას, რომ ეს რეჟიმი შესუსტეს, დაიშალოს, ჩამოიშალოს, მივიღოთ ის არჩევნები, თავისუფალი არჩევნები, რომელიც აუცილებელი არის ამ ქვეყნისთვის და რომ მივიღოთ ამითი განახლება იმ პოლიტიკური ცხოვრების და განახლება იმ პოლიტიკური გზის, რაც არის ჩვენი საზოგადოების მიერ არჩეული ერთხელ და სამუდამოდ ვიტყოდი გზა. ამ დროისთვის სულ ეს იყო გამოწვეული ჩვენი კითხვები. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ყველას ყურადღებისთვის და შემდეგ შეხვედრამდე.